მოდით ერთად მოვამზადოთ ვაშლის მარშმელოუ, რომელიც არის უგემრიელესი და ორი ინგრედიენტით მზადდება. თან დიეტურიცაა, ამიტომ ტკბილი თუ გიყვარს, აუცილებლად შეინახე და გააზიარე. პირველ რიგში დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, ვაშლი, მე გამოვიყენე ორი ტიპის, ერთი მჟავე და მეორე ტკბილი. თავარია 500 გრამი გქონდეს და რა ვაშლია არ აქვს მნიშვნელობა. ყანი უნდა გავაცალოთ და შიგთავსი გამოვუღოთ. ამის შემდეგ უნდა დავჭრა და გადავიტანოთ რაიმე თასში და დავამატოთ სადღაც 150 მილილიტრი წყალი. როდესაც ადუღდება და კარგად ჩაიშლება, ბლენდერით უნდა დავაბლენდეროთ. შეგიძლიათ ჩასრისოთ, მაგრამ უფრო დიდი ხანი დაგჭირდებათ, რომ ესეთი კონსისტენციის მიიღოთ. ამის შემდეგ ჩვენი პიურე უნდა გადმოვიტანოთ რაიმე თასში. სურვილისამებრ შეგიძლიათ 2 სუფრისკოვზე შაქარი დაამატოთ, მაგრამ არა აუცილებელი. დავამატებთ 45 გრამ ჟელატინს ან აგარ-აგარს. 10-15 წუთი მიქსერით უნდა მოურიოთ და მიღებული თეთრი მასა უნდა გადავიტანოთ რაიმე თასში. თასს ზეთი მაინც წაუსვით, რომ არ მიიკრას. 1 საათის შემდეგ გამოგივათ ესეთი გემრიელი მარშმელოუ, რომელიც არის უაზროდ ჰაეროვანი და უგემრიელესი. მე მგონი ჩვეულებრივ მარშმელოუსაც მირჩევნია.